ოცნება მშვიდობას დაგვირდა და თბილისში შუა რუსთაველზე ომი მოგვიწყო. დაგვირდა ქვეყნის ევროპულ მომავალს და ერთი განცხადებით მოკლა საქართველოს ევროპული იმედები. დღეს თითოეული ჩვენგანი, რომელიც დგევართ რუსთაველის გამზირზე, ვიბრძვით არა მხოლოდ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი უფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის მომავალი ავირჩიოთ ისეთი, როგორიც ჩვენ გვინდა. ჩვენი უფლებისთვის ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება არჩევნებით, რომელიც ჩვენ თვლით, რომ წინ წაიყვანს ჩვენ სამშობლოს. დღეს ჩვენ თუ ვერ მივახციეთ წარმატებას და ოცნებამ შეირჩინა ის, რაც დამართა საქართველოს ბოლო 2 თვის განმავლობაში, იცოდეთ, რომ ჩვენ მივიღებთ ყველაზე ბნელ, ბოროტ, პროვინციულ ძალას, რომელიც არავინ არ იცის, სად მიიყვანს ჩვენ სამშობლოს. ამიტომ ჩვენი გამარჯვებისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მშვიდებიანი პროტესტი ყველგან, თბილისში პირველ რიგში, მაგრამ ყველა დიდ და პატარა ქალაქში. და ჩვენი მიზანი და ჩვენი ლოზუნგი და ჩვენი მოთხოვნა უნდა იყოს ორი და ძალიან პირდაპირი და მარტივი. პირველი, სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს ყველა უკანონოდ დაპატიმრებული. მეორე, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს ახალი არჩევნების კონკრეტული თარიღი. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ უნდა ვიყოთ ყველგან. აქციაზე თბილისში, აქციებზე დიდ თუ პატარა საქართველოს ქალაქებში. რა თქმა უნდა ვიმუშაოთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ. მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენი გამარჯვება იყოს კიდევ უფრო დიადი და კიდევ უფრო მომხიბვლელი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის ადამიანები, რომლებსაც პირველ რიგში ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა. ეს არის უკანონოდ დაპატიმრებულები. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და მათ ჯანმრთელობას დღეს ჭირდება დახმარება და მხარდაჭერა. და რა თქმა უნდა ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აი ამ მოძალადე ხელისუფლების წინააღმდეგ.